Smartphone-ი ნარკოტიკია. შაბათ-კვირას მთელი დღე კომპიუტერულ თამაშებში ვარ ჩართული. რამდენ დროს უთმობთ ყოველდღე მობილურ ტელეფონს? ბავშვებისა და მოზარდების ეკრანზე მიჯაჭვულობასთან დაკავშირებულ საფრთხეებს სულ უფრო ფართო წრეებში აღიარებენ. ეს რისკები მოიცავს შფოთვას, დეპრესიას, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის აშლილობას. ევროკავშირის სულ უფრო მეტი ქვეყანა კრძალავს სკოლებში სმარტფონების გამოყენებას. ევროკომისია ოფიციალურ გამოძიებას იწყებს TikTok-ის, Facebook-ისა და Instagram-ის პლატფორმების იმ ინსტრუმენტებისა, რომლებიც სავარაუდოდ მიზანმიმართულად არის ჩაფიქრებული არასრულწლოვანთა დამოკიდებულება რომ გამოიწვიოს. რამდენად საკმარის ზომებს ატარებს ევროპა, რათა დაიცვას თავისი ახალგაზრდები ეკრანზე მიჯაჭვულობისგან. სწორედ ამაზე ვისაუბრებთ ევროპული ამბების დღევანდელ გამოშვებაში. ახალგაზრდების ეკრანზე მიჯაჭვულობა ითვლება სმარტფონით, ტაბლეტით, კომპიუტერით, ტელევიზორით და ციფრული თამაშებით აზარტულად გართობა. ციფრულ ეკრანზე ასეთი დამოკიდებულება არღვევს ძილს, ურთიერთობებს, საშინაო დავალება კი უხარისხოდ სრულდება. კვლევების მიხედვით დღეში 2-3 საათზე მეტი ხნით ეკრანთან ყოფნა აქვეითებს სწავლის უნარს და ასუსტებს მენტალური ჯანმრთელობას. მიუხედავად ამისა, მოზარდები მთელ მსოფლიოში დღეში საშუალოდ 7 საათსა და 22 წუთს ატარებენ ეკრანებთან. ზომაზე მეტი ხნით ეკრანის ყურება 3 წლამდე ასაკის ბავშვებში უარყოფით და დაისახება მათი ტვინის განვითარებაზე. ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ ეკრანზე დამოკიდებულება 9-11 წლის ასაკის ბავშვებში ზრდის სუიციდისკენ მიდრეკილების რისკს. როგორც არასრულწლოვნების, ისე ზრდასრულების დაცვის მიზნით 2024 წლიდან ევროპაში მოქმედი ყველა ციფრული პლატფორმა უნდა დაემორჩილოს ციფრული მომსახურების აქტს. ევროკავშირის მასშტაბით მოქმედ რეგულაციათა პაკეტს, რომელიც უსაფრთხო ინტერნეტ გარემოს შექმნას ემსახურება. არსებობს მოსაზრება, რომ TikTok-ი, Facebook-ი და Instagram-ი არ ემორჩილებიან ამ აქტს. ევროკომისიამ გამოძიება დაიწყო, რათა გაარკვიოს, რამდენად იყენებენ ბოროტად ეს სოციალური ქსელები ახალგაზრდების სუსტ ნებას, რასაც ეკრანზე დამოკიდებულება მოჰყვება შედეგად. საფრანგეთში სმარტფონები სკოლაში 2018 წლიდან არის აკრძალული, თუმცა ამ აკრძალვას როგორც წესი ყურადღებას არ აქცევენ. მელიონის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე მარსელ პანიოლის სახელობის საჯარო სკოლაში ვიმყოფები, რომელიც იმ 200 საშუალო სკოლას შორის არის, რომლებიც სასწავლო წლის დაწყებიდანვე ამოწმებენ, ხდება თუ არა ეგრეთ წოდებული ციფრული დარღვევები. დილის 8 ნახევარია. საშუალო სკოლის 11-12 წლის მოსწავლეებმა თავიანთი მობილურები შესასვლელში უნდა დატოვონ. უფროსი კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ ტელეფონი თან იქონიონ, თუმცა გამოყენების უფლება არ აქვთ. სიმართლე გითხრათ, არ მომწონს ეს, არ მომწონს ციფრული დარღვევების წესი. უფროს მოწაფეებს შეუძლიათ ტელეფონი თან ჰქონდეთ, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ამის ნება. ეს უსამართლობაა. სკოლის დირექტორი განმარტავს, რომ ტელეფონების კონფისკაცია ყველაზე მარტივი საშუალებაა სკოლაში სმარტფონის ამკრძალავი კანონის დასაცავად. იგი ამბობს, რომ ციფრული დარღვევების შესახებ შინაგანი წესის დადებითი შედეგი უკვე სახეზეა. შეუძლებელია, რომ თითოეული მოწაფე ამოწმოს თითო უფროსმა ადამიანმა, იხედებიან თუ არა ისინი ტელეფონებში დასასვენებელ ოთახსა თუ დერეფანში მესიჯებისა თუ შეტყობინებების შესამოწმებლად. აკრძალვის მიზანია შეამციროს ეკრანზე დამოკიდებულება, რაც შეიძლება დიდი ხნით სკოლის საათებში და ამ მე-6 კლასელებთან ტელეფონის აკრძალვის დარღვევის ერთი შემთხვევაც კი არ მქონია 1 სექტემბრიდან მოყოლებული. თუმცა მე-5, მე-4 და მე-3 კლასელებთან ჯერ კიდევ ბევრია ასეთი ინციდენტი. ვცდილობთ გავიგოთ, გადაიღეს თუ არა ფოტო, რომელსაც როგორც წესი ძალიან საშიშ ვითარებაში იღებენ ის მოწაფეები, რომლებიც უბრალოდ მიჯაჭვული არიან თავიანთ ტელეფონებში. ამ მე-5 კლასელებმა სმარტფონის აკრძალვა ერთსულოვნად მიიღეს. სკოლის დროს ეკრანებთან აღარ ვართ. ძალიან დიდი პრობლემაა ბულინგი. მოწაფეებს შორის დაპირისპირება ზოგჯერ ძალიან შორს მიდის. დასვენებისა სადების დროს ჩემი აზრით უნდა შეგვეძლოს ტელეფონის გამოყენება ცოტა ხნით. როცა ვჭამთ, მაშინ კი არა, უბრალოდ მცირე ხნით. ესპანური ენის მასწავლებელი ამბობს, რომ ციფრული აპარატების რეგულირება ამცირებს კიბერბულინგის შემთხვევებსაც. ამ პრობლემის მასშტაბი იზრდება და ევროპაში 6-დან 1 მოწაფე მისი მსხვერპლია, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი კვლევა აჩვენებს. ბოლო რამდენიმე წელია უამრავი პრობლემა გქონდა ტელეფონებთან დაკავშირებით. წელს ტრადიციული საცეკვაო ბანკეტი 14 და 15 წლის მოწაფეებისთვის ტელეფონების გარეშე ჩავატარეთ. ეს შესანიშნავი იყო, რადგან მოწაფეებს შეეძლო თავისუფლად ეცეკვათ და მშვიდად ყოფილიყვნენ. არ ღელავდნენ იმის გამო, რომ მათ ფოტოებს ვიღაც მანიპულაციისთვის გამოიყენებდა. ყველა მართლა მშვიდად იყო.
მშობლები მთელ ევროპაში ცდილობენ რაღაცა გააკეთონ ეკრანზე დამოკიდებულების შესამცირებლად. ლიონში ორი შვილის დედამ მარიალიმ დაწერა წიგნი ამ თემაზე და Facebook-ზე 5 წლის წინ შექმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც ახლა 20,000 წევრს ითვლის. ეს მხოლოდ ვირტუალური წრი არ არის. ზოგიერთი მათგანი ხვდება მარიალის, რათა ცნობიერების ამაღლებაზე გათვლილი ღონისძიებები მოაწყონ. როდესაც ბავშვებს ვესაუბრე, ზოგიერთი მათგანი ჩემთან მოვიდა და მითხრა, უბრალოდ ვერ ვჩერდები. ეს ალკოჰოლზე დამოკიდებული იმ ადამიანის ნათქვამს გავს, რომელიც ამბობს, რომ გუშინ დალევა არ მინდოდა, მაგრამ მაინც დავლეო. 1950-იან წლებში არსებობდა სასადილოები, რომლებშიც ბავშვებს ლუდს ასმევდნენ. ახლა ეს სისულელედ გვეჩვენება. 10 წლის შემდეგ ჩავთვლით, რომ 10 წლის ბავშვებისთვის სმარტფონების მიცემა სისულელეა. მარიალი საფრანგეთის ყველა სკოლაში ადარებს კამპანიას, რათა სმარტფონების აკრძალვა ძალაში შევიდეს. სახლში ასეთი წესი დანერგა. მისი 13 წლის შვილს სმარტფონის გამოყენება კვირაში მხოლოდ 3 საათით შეუძლია. ყველა ცდილობს რაღაცით წინააღმდეგობა გაუწიოს 5 წამყვან ტექნოლოგიურ გიგანტს, რომლებიც გვანგრევენ, მაგრამ თუ შევძლებთ ევროკავშირში ამ რეგულაციების ჰარმონიზაციას, ეს მართლაც პროგრესული იქნებოდა. იმიტომ რომ მხოლოდ მშობლებს არ შეგვწევს ძალა შევაკავოთ ეს ცუნამი. რამდენად საკმარის ზომებს იღებს ევროპა, რათა დაიცვას არასრულწლოვნები ეკრანზე დამოკიდებულებისგან. ამ კითხვით მივმართა ევროპარლამენტარს მწვანეებიდან. იგი დიდი ხანია მოუწოდებს, რომ ტექნოლოგიური გიგანტების მიმართ რეგულაციები გამკაცრდეს. ერთ წელზე მეტი ავთხოვეთ ევროკომისიას, რომ შეიმუშაოს რამე ზომა, რაც მართლა დაიცავს არასრულწლოვნებს. ისინი კი ფეხს ითრევენ, რაც მიუღებელია ჩვენთვის. მაინც რა უნდა გააკეთოს ევროკომისიამ? ციფრული მომსახურების აქტში ევროკომისია შეუძლია უფრო მკაფიოდ ჩაწეროს, რომ სპეციფიკური ალგორითმი, რომელიც დაწყაპონების შედეგად იშლება, ყველაზე მეტად იწვევს დამოკიდებულებას. ამიტომ უბრალოდ უნდა აიკრძალოს ეს ფუნქცია, რადგან ყველა ადამიანის ტვინს არ შეუძლია ასეთ ალგორითმებთან გამკლავება. თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს არასრულწლოვნებისთვის უსაფრთხო ციფრული გარემო? იმ კომპანიებს, რომლებმაც შესანიშნავად იციან, რომ მათ პლატფორმებზე უამრავი ახალგაზრდა შედის, უნდა დავაკისროთ ვალდებულება, რომ უზრუნველყონ პირადი ანგარიშის დაცვა. რომ მოულოდნელად ვერ შეხვიდე კონტაქტში ვიღაცასთან. უნდა არსებობდეს უსაფრთხოების ღილაკი, რომლის მეშვეობითაც თუ კი თავს უხერხულად იგრძნობ, მაშინვე შეძლებთ დაუკავშირდეთ ხელხას. ამ ყველაფრისთვის კი უნდა არსებობდეს სტანდარტი. პრობლემა ის არის, რომ ამ საკითხს ვერ მოაგვარებს ქვეყანა დამოუკიდებლად. ეს ტექნოლოგიური გიგანტები ძალიან ძლიერები არიან, ამიტომ ასეთი საკითხები ევროპულ დონეზე უნდა მოვაგვაროთ. არასრულწლოვნების დამოკიდებულება ტექნოლოგიებთან ჯანსაღი რომ იყოს, რამდენიმე მხარე უნდა ჩაერთოს მის მოგვარებაში. ეს მხარეებია ინსტიტუციები, სკოლა და ოჯახი. და თითოეული რგოლი უნდა ეცადოს დანერგოს და დაიცვას რეგულაციები. ერთი კითხვა მაინც რჩება პასუხგაუცემელი. რამდენად მოინდომებენ ტექნოლოგიური გიგანტები, რომ ჩაერთონ ამ პრობლემის მოგვარებაში და დააბრკოლონ საკუთარი ბიზნესი, რათა დაიცვან ახალგაზრდა მომხმარებლების მენტალური ჯანმრთელობა.